Გავაგზავნოთ ბიზნეს კურიერს ლარიკი ვარდნას. ჩვენი წინა გადაცემის შემდეგ ლარმა პოზიცია ვერ შეინარჩუნა და 2 ლარი და 3 თეთრიდან დოლართან მიმართებით 2 ლარსა და 18 თეთრამდე დაეცა. ეროვნული ბანკის ჩარევამ ლარი როგორც ხედავთ, მხოლოდ 3 დღით შეაკავა. ამისთვის ბანკებს მან ლარის რესურსიც გაუძვირა და ბირჟაზეც 40 მილიონი დოლარი გაიტანა. ხოლო გუშინ წინ კიდევ 18 მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდები მიჰყიდა ბანკებს, თუმცა უშედეგოდ. ახლა ჯერი მთავრობაზე, რომელიც დახმარებას ორშაბათიდან სავალუტო ფონდს თხოვს, ხოლო გუშინ მან დახურული სხდომა გამართა და როგორც შემდეგ ხადურმა განაცხადა, კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა, ოღონდ როგორი ჯერ უცნობია. რატომ ეცემა ლარი, რას იწვევს და კიდევ გამოიწვევს ეს პროცესი, ამაზე დაწვრილებით უკვე ვისაუბრეთ, არა ერთხელ და ორჯერ და ახლა ალბათ იზღა დაგვრჩენია მაყურებელს მივცეთ რჩევები, როგორ დაიცვას თავი ლარის ვარდნისგან, როგორ მოიქცეს, რომ ზიანი მაქსიმალურად შეარბილოს. ამაში კი არჩილ გაჩიჩილაძე, საინვესტიციო კომპანია Galten Tagartis ხელმძღვანელი და გიორგი შაგიძე, TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დაგვეხმარებიან. მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენი დრო გამოყავით იმისთვის, რომ ხალხს დავეხმაროთ, ჩვენს მაყურებელს კონკრეტულად და მოდით ბატონ არჩილს ვკითხავ პირველ კითხვას დავუსვამ ასეთი საყოფაცხოვრებო თემით. ლარზე მაქვს, ლარში მაქვს უბრალოდ ანაბარი განთავსებული, ვაგროვებ ბავშვის სწავლისთვის, იმედი მაქვს მე აი სკოლას რომ დაამთავრებს იქნებ უცხოეთში გავუშვა. ცხადია დოლარი საყიდლად ეს თანხას უფრო იკლებს, არათუ იზრდება იმის იმედით რომ აი ბანკის პროცენტი ერიცხება და ამიტომ აქ განთავსებული. რა ვქნა, გადავიყვანოთ თუ არა დოლარში, თუ თქვათ ეს დამჭირდება მე 3 წელიწადში თქვათ ამისი გადოლარება. მოგესალმებით. თავარი პრინციპი არის რომ რა ვალუტაშიც არის ხარჯი, იმ ვალუტაში უნდა ან შემოსავალი იმ ვალუტაში უნდა გქონდეთ ხარჯი. ანუ ჯობდა თავიდანვე დოლარში გაერთო. თავიდანვე რა თქმა უნდა ჯობდა რომ დოლარში გქონოდათ, ანუ თუ თქვენი ხარჯი არის დოლარში, სწავლას თქვაზე აპირებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი შვილი, მაშინ დოლარში უნდა შეინახოთ და დოლარში უნდა იცოდოთ რომ ზარდოთ ეს დანაზოგი. თუ აპირებს ევროპაში წასვლას, მაშინ ევროში უნდა შეინახოთ და თუ ინგლისში ფუნტებში. ხო, მაგრამ ნუ ესეთი ის მომივიდა, იმიტომ რომ ლარი ჩანდა ესეთი მყარი და ურყევი, მაგრამ აი ლარში გავხსენი, ანაბარზე უფრო მეტი პროცენტი იყო მოგეხსენებათ ბანკებში. შესაბამისად, თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამერიკაში მიდის, მაშინ დოლარში. ეხლა რას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ მივიღოს სწორი გადაწყვეტილება, თქვათ, აი, თქვათ ორშაბათს გამოცხადდა, რომ სავალუტო ფონდი მზად არის მისცეს მთავრობას დასახმარებლად ფული. ეს არის ნიშანი, ჩემთვის უნდა იყოს თუ არა, რომ ჯერ არ ვიჩქარო თქვათ კონვერტაცია ლარიდან დოლარში. თქვენ ასე ვთქვათ, სვავთ ისეთ კითხვას, რომ მე ფუნდამენტალურად ვიძახი, რომ თუ თქვენი ხარჯი არის მოსალოდნელი ამ თუ იმ ვალუტაში, იმ ვალუტაში უნდა შეინახოთ ეს თანხა. ეს შეიძლება ლარში იყოს, შეიძლება დოლარში, შეიძლება ევროში. ეხლა რაც შეეხება მოკლევადაში, აი თქვენ ხართ ამ სიტუაციაში, სავალუტო ფონდიდან რაღაც თანხის მოზიდვა ხდება, ეს რა თქმა უნდა მოკლევადაში შეიძლება ამას რაღაცა ხარდაჭერი ეფექტი ქონდეს ლარზე. მაგრამ ეს ასე ვთქვათ, გამოიხატება ლარის გამყარებაში თუ არ გაუფასურებაში, ეს ასე ვთქვათ, სპეკულაციაა და მე ასე ვთქვათ, თითოეულ მოქალაქეს ხა ის რომ როცა ფუნდამენტალურად რისკები მის საქმე არ არის, რომ ასე ვთქვათ, ვალუტაზე ითამაშოს. თუ ხარჯი არის მოსალოდნელი იმ ვალუტაში უნდა შეინახოთ თანხა და ეხლა უნდა გადაცვალოთ თუ ერთ კვირაში და ასე შემდეგ, ამას ქვია სპეკულაცია ვალუტაზე, რომელიც ურთულესი საქმეა და ამაში ასე ვთქვათ, რჩევები ფუჭია. მაშინ ეხლა შემოგიბრუნებთ თქვენი პასუხიდანვე კითხვას. ბინები იცით, მოგეხსენებათ, რომ ეხლა ეკონომიკური ვარდნის ფონზე აღარ იყიდება, შესაბამისად ფასები შეიძლება ხელმისაწვდომი ისეთი გახდეს მიმზიდველი. დოლარშია როგორც წესი ფასები ნომინირებული ამ ბაზარზე და მე უნდა ავიღო კრედიტი. დოლარში ავიღო ეხლა კრედიტი? შემოსავალი რა ვალუტაში გაქვთ? ლარში ცხადია. აუცილებლად ლარში უნდა აიღოს, იმიტომ რომ მივხვდით იმისა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რაში ყიდულობთ ამა თუ იმ საგანს, ეს ბინა იქნება თუ მანქანა თუ ასე შემდეგ. ეს შეიძლება დოლარში იყოს, შეიძლება ევროში და შეიძლება მონღოლურ ტუგრიკებში, მაგრამ რაშიც გაქვთ შემოსავალი, იმაში უნდა გქონდეთ, ასე ვთქვათ, გასავალი მომავალში და მომავალში გასავალი ეს არის ესხის მომსახურება. შესაბამისად, თუ ლარში გაქვთ შემოსავალი, ლარში უნდა აიღოთ კრედიტი. კეთილი, ბატონ გიორგისთან გადავინაცვლებ კითხვით. თქვენ TBC ბანკს წარმოადგენთ, ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს და შესაბამისად აი კრედიტებზე ასევე მინდა კითხოთ. ჩვენ ვიცით, რომ აი ხელშეკრულებაში ბანკებს ზოგადად და ალბათ TBC-საც აქვს ჩადებული, რომ მიხოთ იმისა რა ვალუტაში აღებული სესხი, თუ კი მისი ვარდნა გარკვეულ ამპლიტუდას გადაცდება, იქ მითითებულია როგორც წესი, შემდეგ ბანკს აქვს უფლება საპროცენტო განაკვეთს გადახედოს. მომხმარებელს ესეთი უფლებები
არ აქვს როგორც წესი. მაგრამ აი ამ სიტუაციაში თქვენ ფიქრობთ რაღაც სქემაზე, რომელიც თქვა შეუმსუბუქებს, შეიძლება თუ არა, თუ კი აი ვთქვათ როგორ მოიქცეს მომხმარებელი, რომ მისთვის მაქსიმალურად საუკეთესო პირობებს მიაღწიოს. რა შეიძლება შემოგთავაზოთ, რომ აი ვთქვათ გადახედოთ ამ პროცენტს, ან იქნებ გაუწელოთ ვადა და შეუმსუბუქოთ გადასახად, იმიტომ რომ 1000 ლარს თუ იხდიდა ვთქვათ პირობითად დოლარის შემოსატანად, ეხლა უკვე 1250-1300 ლარი მოუწევს და ეს მისთვის რთულია. მოგესალმებით. როგორ მოიქცეს, დიახ. მადლობთ მივესალმებ მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ბუნებრივია რომ ახალ სესხის აღების დროს მე არჩილს დავეთანხმები, რასაც იძახის, რომ სესხის აღება უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც ადამიანს აქვს შემდგომში შემოსავალი, ეს იქნება ხელფასი თუ სხვა ტიპის შემოსავალი და შესაბამისად ასეთი რისკებისგან უფრო მეტად იქნება დაცული. რაც შეეხება არსებულ სესხებს, იმ სესხებს, რომლების დევალვაცია უკვე მოხდა, კიდევ უნდა დაუბრუნდე იმ თემას, რამდენიც ამის წინ თქვით, რომ ეს არის დაახლოებით რაოდენობის მიხედვით 5-დან 7%-მდე TBC ბანკის შემთხვევაში რაოდენობის მიხედვით დანარჩენი სესხები განსაკუთრებით საშუალო და დაბალ შემოსავლიან პირებზე არის გაცემული ლარებში, ასევე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ ხედავთ ძალიან დიდი ინფლაციას და ეს გამოწვეულია ავთობზე ფასებით და ასევე იმ გარემოებით, რომ თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტაც გაუფასურდა, ახლა ვიცით, რომ აზერბაიჯანის ვალუტაც კი გაუფასურდა გუშინ ღამე და შესაბამისად ადამიანებს კიდევ რაღაცნაირად ერევიან, ასე ვთქვათ, ამ თანხის გადახდას. თუმცა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ გამოსწორებადი, რასაც 5-7% შეიძლება პატარა ჟღერს, მაგრამ ამის უკან რამდენი კაცი დგას ასები, ხო? 1000-ები თუ არა. ანუ ბევრი ხალხია მაინც მოყოლილი, ეს მარტო თქვენი ბანკი ხო არ არის, სხვა ბანკების ვალებიც აქვს. ხო და აი ამ სიტუაციაში აი რა სტრატეგიას მიმართოს მომხმარებელმა ბანკთან ურთიერთობისას. რამე შეუძლია, თქვათ, აი თქვათ ცხადია გაურთულდა გადახდა კრედიტი. აი როგორ დაარწმუნოს ბანკი, რომ აი განლადება გამიკეთე, ანუ დრო გამიხანგრძლივდა და შესაბამისად ყოველთვიური გადასახადები შემიმცირდება. ეს შესაძლებელია თუ არა, თუ კი თქვათ აი რა როგორ დაარწმუნოს ბანკი, რომ ამაზე წამოიყვანოს. ბუნებრივია ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად ბანკი და ყველა ბანკი ეცდება, რომ თავიდან აერიდოს როგორც მომხმარებლის პრობლემა, ისევე ასე ვთქვათ, თავისი პრობლემა, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში მე ბანკის პრობლემა, მე მისი დეპოზიტარების და აქციონერების და ეხა კონკრეტული ფორმულა ზუსტად როგორ უნდა მოხდეს ძნელია, უნდა ისაუბროს მის საკრედიტო ოფიცერთან და მაქსიმალურად უნდა ეცადოს ორივე მხარე, რომ გამონახოს გამოსავალი. ყოველთვის თქვენ ასეთ რეკომენდაციას თქვენ თანამშრომლებს აძლევთ. რა თქმა უნდა, თანამშრომლობაზე წავიდნენ მაქსიმალურად. იმიტომ რომ აი მიუხედავად იმ პოპულარული წარმოდგენისა, რომ აი ბანკებს ახლა გაეზარდათ შემოსავალი, იმიტომ რომ ხო, ნუ ვთქვათ 1000 ლარის მაგალითად ახლა 1200-1300 ლარის გადახდა უწევს მომხმარებელს, იზრდება რისკებიც, ხო? იმიტომ რომ ეს კრედიტების უკან დგას საწარმოები, დგას კონკრეტული ადამიანები და მათ თუ გაუჭირდათ ამ სესხის გასტუმრება, საბოლოო ჯამში ეს ბანკს დააწვება რისკად და ტვირთად. ეს მოსაზრება არ არის სწორი, მინდა ვთქვა. არა, რისკები რო იზრდება, სწორია. არა, რისკები რო იზრდება, სწორია. მოსაზრება რომ ბანკებს გაეზარდათ შემოსავალი არ არის სწორი. შემოსავალი ნომინალურ მოცულობაში შეიძლება გაიზარდა სესხებზე, მაგრამ ასევე გაიზარდა დეპოზიტებზეც, იმიტომ რომ ვიცით, რომ დეპოზიტები ძირითადი ნაწილი არის დოლარებში მოზიდული. პლუს ამას თქვენ თვითონ როგორც აღნიშნეთ, გაზრდილი რისკები ეს არც ესეც ბანკის ხარჯი არის და საბოლოო ჯამში ბანკები ძალიან ზარალობენ იმ მდგომარეობით, როდესაც არის კურსის, ესე ვთქვათ, ცვალებადობა. თქვენ გაქვთ დათვლილი, ვთქვათ, აი უარესი სცენარი, ვთქვათ, რა შემთხვევაში შეიძლება ამ რისკებმა რაღაცა კრიტიკულ ზღვარს ან საშიშ ზღვარს მიაღწიოს, რა შემთხვევაში როგორი ლარის როგორი კონფიგურაციის შემთხვევაში სადამდე უყურებთ შიშით, ყველაზე დიდი შიშით, ასე ვთქვათ, ლარის ნიშნულის დოლართან მიმართებით მოძრაობას. დიახ. ჩვენი აზრით მდგომარეობა არის მძიმე და რთული, ბუნებრივია, ოღონდ არ არის ნამდვილად საპანიკო და ეხლა ნამდვილად არ მიახლოებულა იმ ზღვარს, როდესაც შეიძლება საბანკო საფინანსო სისტემაში შეექმნას პრობლემა, როცა ასეთი შეიძლება იყოს რა ზღვარი, თქვათ. ეხლა ძალიან ერთი კითხვა თუ შეიძლება მეცნიერება ბატონ გიორგისთან, ანუ ყოველთვის როდესაც თქვათ ბანკირებს და თქვათ ფინანსისტებს ვეკითხებთ, თუ პასუხი არის ასეთი, რომ თუ შემოსავალი არის ლარში, მაშინ სესხით ვალდებულება შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში უნდა იქნას აღებული. აი ამ მომენტისთვის თქვათ TBC ბანკის შემთხვევაში თუ გასცემთ ლარში იპოთეკურ კრედიტს.
დიახ, გავცემთ ლარში იპოთეკურ ცესხებს და გავცემდით კიდეც ლარში იპოთეკურ ცესხებს. ბუნებრივია, არის ხოლმე სხვაობა საპროცენტო განაკვეთში ლარსა და დოლარს შორის, როდესაც ორივე არის შესადარისი, ან ორივე დაფიქსირებული, ან ორივე ცვლადი და ადამიანები, როდესაც სავალუტო კურსი იყო ძალიან სტაბილური, მაშინ ამჯობინდებდნენ დოლარში, იმიტომ რომ უკეთესი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა. ჩვენი რჩევა ეხლა რასაც არჩილის იძახდა არის ის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ოდნავი ფინანსური ბენეფიტი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო ამაზე გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი არის მთელი სესხის ცხოვრების განმავლობაში, ასე ვთქვათ, რამდენად არის ეს პოზიცია და ზოგ ხშირ შემთხვევაში, როგორც ჩვენ მომხმარებლები ვთქვათ, გვეუბნებიან, ლარში იპოთეკური სესხის აღება არც ისე ადვილი არ არის. და ერთი კითხვით ბატონ არჩილთანაც გადავალ, დღეს საქართველოს პრემიერმა გააჟღერა ახალი პოლიტიკის შესახებ, კერძოდ ჩვენ მზად ვართ რომ იტყვიან ქამლები შემოვიჭიროთ და ასევე მოგვიწევს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ეს მომხმარებლისთვის რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, რომ როგორ აისახება ეს ჩვეულებრივ მომხმარებელზე და ჩვეულებრივ მოქალაქეზე? ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ქამლების შემოჭერა. მადლობა. ანუ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არის კარგი. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა დახარჯავს ნაკლებს მიმდინარე ხარჯებში და მეტი თანხა იქნება, ასე ვთქვათ, ან იმისთვის, რომ დაიზოგოს და ნაკლები ვალი ავიღოთ, ან და ინფრასტრუქტურული ან კაპიტალური დანახარჯებისგან მიმართოთ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. რა თქმა უნდა, ეს არის პოზიტიური სიგნალი და ასეთი პოზიტიური სიგნალი იყო ასევე, როცა პრემიერმა დაუძახა ბიზნესმენებს და უთხრა, რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერი ბიუროკრატია, რომელიც ხელს უშლის ამა თუ იმ ბიზნეს პროცესებს, ასე ვთქვათ, პასუხი უნდა აგოს და ეს კარგი არის, ასე ვთქვათ, ასეთი მონაცემები რო ჩდება, უბრალოდ მე ასე ვთქვათ, ხედავთ რაღაც სხვა ტიპის კანონებს, მაგალითად, შრომის ინსპექციის შესახებ გამოცხადება მოხდა 3 დღის შემდეგ, იმის მერე რაც ეს ინიციატივა იყო და ერთმანეთს თითქოს რაღაც არ ემთხვევა ეს ორი თემა ერთმანეთს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველას ეს მოდის რა არ უნდა. და მათ შორის თუ იტყვიან, რომ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები შემუშავებული, მაგრამ გითხრან რა კონკრეტული ნაბიჯებია, რომ ჩვენ შევაფასოთ, ხო? რისკები. აგრეთვე თქვენ როგორც საინვესტიციო კომპანიას, როგორი გზავნილი გაქვთ ინვესტორებისადმი, განსაკუთრებით აი სტარტაპების შემთხვევაში, დღევანდელ სიტუაციაში ურჩევდით მათ თუ არა ინვესტირებას, ახალი საქმის დაწყებას, აი იმაზე გათვლით, რომ იგივე პოპულარული წარმოდგენა, რომ ლარი როცა ეცემა, აი საექსპორტო პოტენციალი ჩდება და აი მე რაღაც ისეთ შევქმნი, რომელიც საექსპორტო პოტენციალისა. ურჩევდით თუ არა? საქართველოს ბიზნესის კეთება არის მიმზიდველი და ეს თალსახა არის, ასე ვთქვათ, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც პერიოდის წინ იყო უფრო მიმზიდველი, ახლა ცოტა ნაკლებად ან მეტად, ასე ვთქვათ, პირველი მაჩვენებელი ამ მიმზიდველობის არის 2014 წელს კერძო ინვესტიციები არის გაზრდილი სადაც 26%-ით, რაც არის, ასე ვთქვათ, თავარი მამოძრავებელი ეკონომიკური ზრდის, რაც 2014 წელს იყო და ეს არ უნდა დავკარგოთ და შევინარჩუნოთ, უფრო მეტიც რა, ასე ვთქვათ, უნდა მოვიზიდოთ გარე ინვესტორების. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც უშლის ინვესტიციებს, შემოდინებას, ან ადგილზე რაღაც საქმის გაკეთებას, ან უცხოელების შემოსვლას და ასე შემდეგ, არის მავნე და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთ ტიპის რეგულაციები თქვენ NGV-დან იღებს რაღაც 2-3 ლარს და წვავს. ანუ თვითონ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც დღეს ხდება, ნაწილობრივ არის შედეგი იმისა, რომ ეს არ გაკეთდა. ძირითადი, ასე ვთქვათ, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს უარყოფითი გავლენები, რასაც ვხედავთ, არის ძირითადად გამოწვეული ნავთობის ფასის ვარდნით და შესაბამისად მნიშვნელოვანი გადაფასებით, როგორც რუსეთის, ისე აზერბაიჯანის, ისე სომხეთის, ვინაიდან დიდი და დამოკიდებული იყო რუსეთზე და გეოპოლიტიკით, მაგრამ ამას ჩვენ უნდა დავხვდეთ ძლიერად და აი ამ ძლიერად დახვედრის ტენდენციას ვერ ვხედავთ რა, ანუ ისეთი რაღაც რეგულაციები ან ნებისმიერი ტიპის ბიუროკრატია, რომელიც ხელს უშლის ბიზნესს, მან რაც პასუხი უნდა აგოს და ჩვენ სხვა ინვესტორებისგან გვესმის, რომ ხელის შეშლა არის არა მარტო ან რაღაც ვერ ახერხებენ ან ვერ მიყავთ ბოლომდე და ესეთი ტენდენციები გამოჩნდა ფინანსურ ორგანიზაციებს ეკითხება ჭკუას თავრობა, აი თქვა ამ ბოლოს სიტუაციაში, როდესაც აი შეცდომები იმართება, რაკნან მჭობენ, აი TBC Banks, გნებავთ აი Galten Tagart's-საც ექსპერტები არიან ფინანსური, მქონდათ რამე ტიპის კონსულტაცია ან აზრის გაზიარება?
ორი სიტყვით ვიტყვი სანამ გიორგი იტყვის ასე თქვა ჩვენ არა ვართ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებთ არანაირ პოლიტიკაში ჩართვას და შესაბამისად ხელისუფლებასთან როგორც წინასთან ისე ასე თქვა არჩევნების შემდეგ ყოველთვის გვაქვს კონსულტაცია, გაცვლა ინფორმაციის, ანალიზის მიწოდება და ესეთი არის კი ასე თქვა ნამდვილად გეტყვით რომ განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან ამაზე მიდის მსჯელობა და სხვა ინიციატივებზე და თქვენ მხრიდან იყო ის რჩევები რაც გააჟღერეთ რომ აი თქვა არ შეუშალოთ ხელი თქვა საკანონმდებლო თუ სხვა რეგულაციებით არანაირად საინვესტიციო თქვა დინებ ნაკადებს მათ შორის მაგრამ ასე თქვა თუმცა ეს იყო პოლიტიკური რჩევა ხო არა ასე თქვა პოლიტიკა არაფერ შუაში ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ მოვიზიდოთ ინვესტიციები და ამას აქ პირდაპირ გავლენა ეკონომიკაზე. ხა ეს ეკონომიკა პოლიტიკაში როგორ აისახება, ეს უკვე ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმე არის რომ პოლიტიკას და ასე ვთქვათ საქმეს რა წაადგება, იმაზე ვისაუბროთ და რა უშლის ხელს და ხა რაღაცები რაც უშლის ხელს, არც მაგას არ ვმალავთ რა. ხა მიგრაციასთან დაკავშირებით ეს გართულებები რო იყო, არ ვიცი გახსოვთ თუ არა. საკმაოდ ასე ვთქვათ ხმამაღლა აღნიშნა ბიზნეს სექტორმა, რომ ეს იყო ხელისშემშლელი, მოხარული ვარ რომ ამის ამოღება მოხდა კანონიდან. და სხვა შორის აღსანიშნავია ის ამბავი რომ იყო ლაპარაკი რომ ამას ევრორეგულაცია ითხოვს და თურმე რო ამოვიღეთ ხა აღარ ითხოვს ესე იგი არ ითხოვდა ხო იგივე არის ამ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია თქო აპელირება ხდება ევრორეგულაციაზე მასშტაბში არ არის ჩემი აზრით და ვიზებთან დაკავშირებით არის ანალოგიური პრობლემა არაერთ ინვესტორს ვაწყდებით ვისაც უკვე აქვს უკვე ბიზნესი ან აპირებდა რაღაც გაკეთებას და ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში აწყდება ამ პრობლემებს და ეს არის პირდაპირ მავნებლობაა რომელიც იქნა გაკეთებული რა მოусმენთ TBC რას ურჩევს, იმიტომ რომ მე როგორც ხვდები და დავინახე, უფრო ადვილია მთავრობას მისცეს რჩევები, ვიდრე მომხმარებელს, იმიტომ რომ იქ რისკები უფრო მაღალია, იმიტომ შეიძლება ისე არ გამართლდეს, ხო? აი TBC რას ეუბნება მთავრობას ახლა ამ სიტუაციაში, შესაბამისად თქვენი პროგნოზი ხედვა როგორია მოვლენების. კი ბატონო, მადლობა. ანუ რასთან გვაქვს საქმე ახლა ამ გართულებული რეგიონალური მოვლენების ფონზე, თუ არ გააქტიურდა მთავრობა, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც უკავშირდება კაპიტალის შემოდინებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არა მაინდა-მაინც იმპორტზე ორიენტირებულ. ტურიზმის მიმართულებით, ბოლოს და ბოლოს ტურისტებისთვის ხელში შეშლა არ არის ამოცანა, ხო, პირიქით უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ტურისტების მიმართულებით დოლარები წამოვიდეს, კი. მთავრობა. შემდეგი არის ბუნებრივია ინვესტიციების მიმართულებით, აქ ახლა ბიზნესიც და მთავრობაც ერთად უნდა იდგნენ ამ მიმართულებით და მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ მიმართულებით შედეგების მიღებას. ეს არის შორის რაღაც შეღავათები იქნებ შემოვიდეს, ხო? თქვა ამ სიტუაციაში მაინც რომ ბიზნესი მიეწევს. ძალიან ბევრი თემები არის აქ, რომელიც ისედაც კარგი გარემო არის, უბრალოდ სწორად უნდა მართვა და სწორი მესიჯებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიც აუცილებლად. დიდი მადლობა. ეს თუ არ მოხდა, გინდა ლარში გადაიყვანე, გინდა დოლარში დანაზოგი. ნუ მაინც ჯობია რომ იმ ვალუტაში გქონდეთ, რომელ ვალუტაში თქვა შემოსავალი გჭირდება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ფორმულა. დღეს სულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გვეწვით Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენთვის აქტუალურ თემებზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით.